მოგესალმებით. ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება, მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. დღევანდელი გადაცემა ძალიან მოკლე იქნება, რადგან მაშინ მხოლოდ რამდენიმე მოკლე ფაქტს აღნიშნავთ და ამით მორჩება ლაილაი. პირველი ფაქტი მათთვის, ვინც ამბობს, რომ ვენესუელაში შეერთებული შტატები საქმეს 3 საათში მორჩა, მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში მეოთხე წელია იფრთვისო. ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში ვენესუელას ებრძვის. რუსეთი უკრაინაში ნატოს. ფაქტი ნომერი 2. რუსეთიც 3 საათში მორჩა საქმეს იქ, სადაც დასავლეთმა პილატესავით ხელი დაიბანა, შლეგი და მისივე წაქეზებული სააკაშვილი რუსეთს მარტოში ატოვა, მას შემდეგ რაც თავად განზე გადგა, რადგან იცოდა, რომ ეს ომი წაგებული იყო. ფაქტი ნომერი 3 მათთვის, ვინც ამბობს, რომ პუტინი ამბობდა უკრაინაში საქმეს 3 დღეში მორჩებიო, სინამდვილეში კი ტრამპი მორჩა ვენესუელაში საქმეს 3 საათში. პუტინს ასეთი რამ არასოდეს უთქვამს. პუტინს არასოდეს არანაირი ვადა არ დაუსახელებია. ერთადერთი ვინც კონკრეტულ ვადებზე საუბრობდა, ეს ტრამპი იყო. ის უკრაინაში ომის დასრულებას ჯერ 24 საათში აპირებდა, შემდეგ 72 საათში, შემდეგ 100 დღეში, მერე 100 წელში, 100 საუკუნეში და ასე შემდეგ. If I were president, and I say this, I will end that war in one day. It'll take 24 hours. ფაქტი ნომერი 4 მათთვის, ვინც ამბობს, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები მკაფიო სიგნალი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილისთვისო. თქვენ ასე ნეპალში განვითარებული მოვლენების შემდეგაც ამბობდით. თუმცა მაშინ ვერ ეღირსეთ. ვერც ახლა ეღირსებით შვილებო. უმარტავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ისეთ ძალადობას მიიღებენ, ნეპალი მონატრებიათ მე რა. გარანტიას უკეთებენ საკუთარ თავს, რომ მოხდება ნეპალი. მართლა ზუმერების რევოლუცია დაგხვდება 4-ში. და მე უკვე ნეპალი მონაგონი იქ. ნეპალში რაც ხდებოდა დაადევნებ. კი. ამოდი ნეპალია. მე მაგალითად მომხევარ ეგეთი სცენარი. მადურო გასყვანჩეს. წარმოიდგენია რა დღეშია ეს საწყალი აკაური მადურო. ვერ მოესწრებით მაგაშვილო. ფაქტს ნომერ 5-ს მე არ ვიტყვი. ამას იტყვის ადამიანი, რომლის პრაქტიკულად ყველა პროგნოზი გამართლდა. თქვენ ეს ადამიანი არ გიყვართ, თუმცა აქვე факти ნომერი 6. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ვინ გიყვართ და ვინ არა. В 2024 году выиграет Трамп, и мы могли бы помочь ему. Мы могли бы ему помочь этой осенью, реально вмешаться. Мы ничего не делали, когда его избирали в 2016 году. А в 2020-м, если у него голова бы немножко работала, он бы нас попросил бы кое-что сделать, кое-где, и там бы он выиграл бы как бы вместе с нами. Мы там, допустим, по Украине бы свою позицию заняли правильную, а ему дали возможность по Венесуэле, к примеру. Я как примеру говорю. Он Венесуэлу берет, мы Украину. და ბოლოს მოკლედ ფაქტი ნომერი 7, 8, 9 და 10. პრინციპში ეს ფაქტები ზემოთ ნახსენებ თემას არ ეხება, თუმცა იმდენად ყელშია, რომ არ შემეძლო, არ ჩამეკვეხებინა. უკრაინის არალეგიტიმურ ფაშისტ პრეზიდენტს ვლადიმერი ჰქვია და არა ვოლოდიმერი. აი ის არარაობაროა კიდე ვიღაც კულება. მაგას დიმიტრი ჰქვია, თარა დმიტრო. 2008 წელს ომი საქართველოს დაიწყო. მე ადრე ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ. რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. 2003 წლამდე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს ფაშისტი და სისხლიანი პრეზიდენტის სააკაშვილის პარტიული დროშა იყო. და ბოლოს საქართველოს მენშევიკმა მთავრობამ. აი იმათმა, სალომე ზურაბიშვილის დიდმა წინაპრებმა. საქართველო გაძარცვეს. ჩვენი ქონება ყუთებში გადაანაწილეს. გაიტანეს. ბანკებში საკუთარ სახელზე შეიტანეს. და ანიავეს საკუთარი კარგი ცხოვრებისთვის. შემდეგ ეს ქონება რისი გადასჩენაც მოასწრო საქართველოში სტალინმა დააბრუნა. მადლობა, ნახვამდის.